მორიელს გადასდის ეს მეორე სახლში, გაზდიოდა ზოდიაქოთი მორიელებს პირველ სახლში ეს ტრანზიტი, საკმაოდ შეიძლება დაყოფილიყო აქ შინაგანი, რაღაც მესთან დაკავშირებული წინა 9 თვე, ან კრიზისი, ან შინაგანი სულიერი მღელვარება, იმიტომ რომ მორიელი მაინც ემოციებთან არის დაკავშირებული, ღრმა ქვეცნობიერთან არის, ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული. ზოგი მორიელისთვის შეიძლება და ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ზოგისთვის მძიმე კარმული, ზოგისთვის პირიქით ტრანსფორმაციული, რომ მთელი ცხოვრება შეიცვალა. ზოგისთვის შინაგანი ტრანსფორმაცია და რეალური, რო აი ფსიქოლოგიურად ან ენერგეტიკულ დონეზე შევიცვალეს. დაენახათ თავისი ჭრილოვანი მხარეები. ეხლა მათ უჯდებათ უკვე მეორე სახლში. მეორე სახლი ჩვენთან ასტროლოგიაში ეს არის ფინანსური რესურსები, ეს არის სტაბილურობა, ზოგადად თვითშეფასებაც. რამდენად აი პირდაპირ ნიშნავთ რომ გითხრათ როგორ ვაფასებთ თავს, რა ვღირვარ. აი ეს არის ხოლმე ზოგჯერ მეორე სახლი და ეხლა მორიელებისთვის ეს იქნება ფოკუსში, რა არის ჩემი ღირებულება, რა ვღირვარ, როგორ შემიძლია მე მაგალითად ჩემი ღირებულებით, ჩემი თვითშეფასებით გამოვიმუშაოთ თუნდაც ფული ან სტაბილურობა შევქმნა, შეიძლება გადამეტებული ხარჯვისკენ იყოს მიდრეკილება ეხლა ამ პერიოდში ან პირიქით შიშები ფინანსებს, შიშები მომავალზე, რომ აი ახლა მაგალითად როგორ შევქმნა სტაბილურობა, როგორ შევქმნა სიმშვიდე ცხოვრებაში, აი ეს ტენდენციები განსაკუთრებით მორიელებისთვის ახლა აქტუალური იქნება, ახლა ქალების შემთხვევაშიც ეს იქნება სიყვარულთან დაკავშირებით კაცებთანაც, მაგრამ ქალებთან ერთად მეორე სახლს მართავ ჩვენთან ვენერა და ეს არის რამდენად მე ფასეული ვარ, რამდენად სიყვარულის ღირსი ვარ, რამდენად შემიძლია ვიყო ლამაზი და მოსაწონი სხვებისთვის. აი ზოგთან შეიძლება იმდენად ფინანსური თემა არ იყოს, როგორც იყოს ღირებულებების თემა, ცით შეფასების თემა, რომ რამდენად ლამაზი ვარ, აქაც ეს ქირურგიები და ისინი ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ ზოგს უნდება უფრო გალამაზდეს, რაღაცები გაიკეთოს. აქ მორიელებს გულისხმობ და ესეც განსაკონტროლებელი არის, იმიტომ რომ აქ შავი მთარი არის ისევ და ეს არის გადამეტებული მგრძნობელობა, რომ მე სადღაც ან არ ვარ საკმარისად ლამაზი, ან არ უყვარვარ ვიღაცებს, მაგალითად, ან ოჯახი იქნება ეს თუ ვინ, ანუ არ ვარ საკმარისად კარგი, შეიძლება ეს განცდა იყოს, ან პირიქით შილდოსნური, მე ვარ იმაზე მეტად კარგი, იმაზე მეტად ღირვარ, ვიდრე რეალურად ღირვარ. ეს ტენდენციაც შეიძლება ზოგის და ეს ხო მეორე უკვე მხარე არის, რომ არ მინდა დავინახო რა რაღაცა ტრამა დამიძრა და ჯობია მეორე უკიდურესობა ჩავრთო, ხო?